რუსთავის სპორტის სასახლემ ყველა ვარსკვლავის მატჩს უმასპინძლა. მატჩი ლეგიონერების გამარჯვებით 134-148 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც რუსთავის მერმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას რუსთაველების სახელით სპეციალური ჯილდო გადასცა. ყველა ვარსკვლავის მატჩი საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და რუსთავის მერის ორგანიზებით გაიმართა. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს All-Star Weekend-ი რო ითქვიან. ყოველთვის რაღაც პოზიტიურ განწყობასთან არის დაკავშირებული და მით უმეტეს ახალგაზრდებისთვის და ახალი თაობისთვის. რაც შეეხება რუსთავს, როგორც ყოველთვის ძალიან დიდი ისტორიის მატარებელია კალათბურთში და ეს ეტყობოდა კიდეს თითქმის მთელი დარბაზი შეივსო და რაღაც პოზიტიური განწყობა შექმნეს და ყოველთვის ეს იახო. რუსთავს კალათბურთის ძალიან დიდი ისტორია აქვს, რომელსაც ახალი გამარჯვებებით და ახალი წარმატებებით გავაგრძელებთ. წინ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, პრემიერის მხარდაჭერით დღეს რუსთავში განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს სპორტს და ძალიან ვცდილობთ, რომ მსგავსი მაღალი დონის ღონისძიებები იყოს ჩვენს ქალაქში, რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ესწრებოდეს.